რუსეთი კვლავ გააქტიურდა აფხაზეთში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისთვის უახლესი კომპიუტერული ტრენაჟორები ჩაიტანეს. ტრენაჟორის შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი ამინდის პირობებში ჯარისკაცების სროლაში დახელოვდნენ. ისე რომ საბრძოლო მასალა არ გახარჯონ. ამასთან წლის ბოლომდე აფხაზეთში რუსული ქვედანაყოფები სატანგო ეკიპაჟისა და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების წინააღმდეგ მოქმედ საბრძოლო ოპერატორების ტრენაჟორებსაც დაამონტაჟებენ. აფხაზეთის გარდა რუსული სამხედრო აქტივობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს და სომხეთში შეიმჩნევა. რუსეთის სამხრეთ კავკასიაში მილიტარიზაციის პროცესს განაგრძობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დამატებითი ძალები უკვე გადასროლილია. წვრთნა მიმდინარეობს ჩრდილო ოსეთში, სადაც საველე შეკრებაზე სამედიცინო პერსონალია გასული. სამხედრო ექიმი ლაშაკოიევა აცხადებს, რომ მედიკების მობილიზება გარკვეული საბრძოლო აქტივობის წინაპირობაა. სამედიცინო საშუალებების გაძლიერება მიუთითებს, რომ ამ ქვეყნის ჯარი, ამ მიმართულების ჯარი ემზადება უფრო აქტიური ქმედებებისთვის. 2000 ჯარისკაცი და სერჟანტი გადაისროლეს სომხეთში რუსეთის 102 სამხედრო ბაზაზეც, რომელთა უმრავლესობას მომზადება სნაიპერის, ყუმბარ-მტყორცნელის, მზვერავისა და მძღოლ მექანიკოსის სპეციალობით აქვს გავლილი. ექსპერტების შეფასებით რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ეს მორიგი ულტიმატუმია. შეიძლება ეს არის ნაბიჯი, ესე თქვა, დემონსტრაციული, რომ საქართველოს მოუწოდოს სრული კაპიტულაციისკენ. რადგანაც გახმაურდა უკვე არაფორმალურად პირველი მესიჯები ჩვენგან რას ეთხოვენ, ეს არის რკინიგზის გახსნა აფხაზეთიდან სომხეთ ირანზე, ასე ოკუპაციის მუზეუმის დახურვა, ჩერქეზების გენოციდის უარყოფა და ასე შემდეგ. სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე კი მიიჩნევს, რომ რეგიონში სამხედრო აქტივობების შესაძლოა რუსეთის მხრიდან ერთგვარი პასუხი იყოს საქართველოს ახალი მთავრობის ინიციატივაზე რუსეთთან ურთიერთობის ახალი წერტილიდან დაწყების საპასუხოდ. რუსეთის ფედერაციიდან ამ წუთას ვღებულობთ როგორც ყოველთვის ორგვარ მესიჯს, იმიტომ რომ ორსახოვნება ძალიან ხშირად ახასიათებს რუსულ პოლიტიკას, ხო? ერთი მხრივ ვღებულობთ დადებით მესიჯს, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ დავაბრუნებთ ღვინოს, დავაბრუნებთ პროდუქციას, განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ მეორე მხრიდან ვღებულობთ ნეგატივს, რომელიც გულისხმობს სამხედრო პოლიტიკურ აქტივობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კვლევარების შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქცია შესაძლოა რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს, კრემლის სამხედრო რიტორიკა საქართველოსთან მიმართებაში უცვლელი რჩება.